Ტუბერკულოზით დაავადებულთა რისხმა დასავლეთ საქართველოში საგრძნობლად იმატა. რა მდგომარეობაა ამ მხრივ გურიის რეგიონში? ამის შესახებ სალომე თენიაშვილი ისაუბრებს. Ტუბერკულოზი გურიის რეგიონში საკმაოდ პრობლემატური და მტკივნეული თემაა. ისევე როგორც მთელს დანარჩენ საქართველოში, სადაც რაოდენობრივ ამ დაავადების გაცილებით მეტი შემთხვევაა ფიქსირებული, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 1995 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი გურიის რეგიონში გაცილებით მცირე იყო. 2002 წლიდან კი დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდა. არსებული სტატისტიკით დღეისთვის ოზურგეთში 70 ტუბერკულოზით ინფიცირებული ადამიანია. ამათგან 15-ს მულტირეზიდენტული, ანუ გართულებული ფორმა აღენიშნება. ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები ჰაერით ვრცელდება. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ტუბერკულოზი გადადის მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით. დაინფიცირება ხდება ტუბერკულოზის მიკრობაქტერიის ჩასუნთქვის გზით. იმ შემთხვევაში, თუ 2-3 კვირაზე მეტხას შეგაწუხათ შემდეგმა სიმპტომებმა: ხველა, ტკივილი, გულმკერდის არეში, სისხლიანი ნახველი, ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, შემცივნება, სიცხე, ღამით ოფლიანობა. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ყურადსაღები გახლავთ ის ფაქტიც, რომ ექიმთან დროულად ვიზიტისა და საჭირო პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების სრულიად გამკურნება. ტუბერკულოზით დაავადებულთა გამოკვლევა და საჭირო მედიკამენტები სრულიად უფასოა. ბოლო წლების მანძილზე 2 წელიწადზე დავიწყეთ მკურნალობა მძიმე ფორმების, უწოდებული მულტირეზისტენტული ფორმების მკურნალობა. მკურნალობა არის გამოკვლევიდან დაწყებული მკურნალობის დასრულებამდე უფასო. სტაციონარულადაც და ამბულატორიულადაც. ავადმყოფი როცა გახდება ავად, დროზე უნდა მიმართოს ექიმს და დაიწყოს მკურნალობა. მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოს, რომ ეს მულტირეზისტენტური ფორმა არ განვითარდეს. ანუ მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ტუბერკულოზი განიკურნოს. ოზურგეთის ნომერ 2 საბავშვო ბაღში სარაიონო ღია გაკვეთილი ჩატარდა. ნახეთ სალომე თენიაშვილის სიუჟეტი. დამამთავრებელი ჯგუფის აღსასწრებმა და მათმა პედაგოგებმა დამსწრეს საზოგადოებას მომზადებული სასკოლო მასალა წარმოუდგინეს. ეს ის ბავშვები არიან, რომელიც მომავალი წლიდან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და თამამად შეაღებენ სკოლის კარს. გაკვეთილი პატარების მიერ ანვანის ამოცნობით დაიწყო. ერთგვარ ანვანქებას სასკოლო ენის გასატეხები ცვლიდა. 1 საათიანი ღია გაკვეთილი 2 ნაწილად დაიყო. პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ბავშვებს მოთერბითი ვარჯიშები ჩაუტარდათ. მეორე ნაწილი კი სახალისო სამუშაოებს, გამოცანების გამოცნობას და სხვადასხვა მუსიკალურ ნომრებს დაეთმო. გაკვეთილის შემაჯამებელ სიტყვაში ითქვა, რომ ყველა საბავშვო ბაღში მსგავსი ტიპის სარაიონო ღია გაკვეთილებს ინტენსიური სახე მიეცემა. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ ბაღში და ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებლები. პედაგოგებიც აღნიშნავენ, რომ აქედან წასული ბავშვები სულ სხვანაირები არიან, გამორჩეულები. ასეთი დღეები ძალიან ბევრი ჩატარებულა მეორე საბავშვო ბაღში. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამანახა მე იმის აუცილებლობა და ალბათ ყველა ადამიანს, ვინც აქ ბრძანდება დღეს მოწვეული სტუმრები, რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლამდელ აღზრდას და განსაკუთრებულად აი ლოგოპედის მუშაობას და მის ძალისხმევას, იმიტომ რომ დღეს ბავშვები ცნობენ ქართულ ნამბას, კითხულობენ, არჩევენ მარცვლებს, ძალიან ბევრ ისეთ სამუშაოს უადვილებს პედაგოგს, რაშიც დაწყებითი კლასის მასწავლებლებს გარკვეული რაღაცა ესეთი მოცულობითი დრო ეხარჯებათ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი და ძალიან კარგი და ეს გახლავთ შემხეთლარსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.